გამარჯობათ მეგობრებო, ზაფხულის სქემა, რომელიც ამ დროს შეიძლება გამოგადგეთ. ზაფხულის სქემები ძალიან ბევრი გვაქვს ჩაწერილი წინა წლებში, ნახავთ 2 წლის წინ, 1 წლის წინ, არ ვიცი, დაახლოებით რამდენიმე სქემა არის. ჩვენს YouTube გვერდზე. ვიწყებთ ახლა სულ თავიდან, მოგსოვთ რეზინას და ვიწყებთ უნდა ავაწყოთ სქემა. ეს ნაპირის თვლებია, აქ რაც მოგხსოვე არ არის მნიშვნელოვანი, თქვენი სურვილით რასაც მოგხსოვთ ნაპირზე, აი მოგხსოვეთ რეზინა და ვიწყებთ სქემას. შეიძლება არც მოგხსოვეთ რეზინა, შეგიძლიათ პირდაპირ დაიწყოთ სქემა. არ არის ეს ისეთი სქემა, რომ დაატრიალდეს და აუცილებლად დაჭირდეს რეზინა, ერთი სიტყვით. რეზინას შემდეგ ვაწყობთ სქემას. ვუმატებთ, ვუკლებთ, ვუმატებთ, ვუკლებთ. ჯერ ვუმატებთ, შემდეგ აქედან გავდივართ და ვუკლებთ. ასე მოვხსოვთ მთლიანად. 2 თვალი ერთად ამოყვავს. ვუმატებთ, მაგიერ ვსტოვებთ, რომ უნდა ვუკლოთ და შემდეგ ვუკლებთ. ეს არის პირველი რიგი რეზინას შემდეგ როგორ აწყოთ სქემა. ჯერ ვუმატებთ, შემდეგ ვუკლებთ, 2 თვალი ერთად ამოყვავს. ჯერ ვუმატებთ, შემდეგ ვუკლებთ მაგიერს, რომ ერთი და იგივე რაოდენობა გქონდეს. აქ არახან აღარ ვუკლებთ, ამიტომ აღარც ვუმატებთ. ეს ნაპირის თვლებია, შემოვტრიალდით, ვგსოვთ მეორე რიგს. ახლა დააკვირდით, ნამატები აქეთა მხრიდან, უკუღმა მხრიდან ამოყვავს წაღმა, თვალი, რომელზეც ვუკლებთ, ამოყვავს უკუღმა, რადგან უკუღმა თვალია. ნამატები წაღმა, თვალი უკუღმა. მატება წაღმა იქსოვება, თვალი უკუღმა. და თუ თქვენი ირგვლივ მოგხსოვთ, თვალი გექნებათ წაღმა, ნამატები უკუღმა. აქედან ნამატები იქსოვება წაღმა, თვალი უკუღმა.
მოვგზავნთ მეორე რიგს. თვალი იქსოვება უკუღმა ნაქსოვი სულ, ნამატები იქსოვება წაღმა. მეორე რიგი. ეს ნაპირის თვლები გვაქვს ნამატები უკუღმა ამოყვანილი აქედან, თვალი ჩვეულებრივად წაღმა ამოყვანილი. ვგზავთ ახლა მესამე რიგს და ყველა თვალს ვგზავთ წაღმა. მესამე რიგი. ყველა თვალს ვგზავთ წაღმა. მოვგზოვეთ მესამე რიგი და ყველა თვალი მოვგზოვეთ წაღმა. შემოვტრიალდით მეოთხე რიგს ვგზოვთ, ეს ნაპირის თვლებია და ყველა თვალს ვგზოვთ უკუღმა. მეოთხე რიგი. ყველა თვალს ვგზოვთ უკუღმა.
მოვგსოვეთ სქემიდან დაწყებული 4 რიგი მთლიანად. ვიწყებთ თავიდან პირველი რიგი. ეს ნაპირის თვლები, ახლა დააკვირდით მეგობრებო. ეს დასაწყისია ხო, ვთქვით, რომ რეზინას შემდეგ როგორ ავაწყოთ, ანუ სულ თავიდან როგორ ავაწყოთ სქემა. ახლა ვუკლეთ და ვუმატეთ. ვუმატებთ, შემდეგ ვუკლებთ, ასე მოვგსოვეთ. ახლა ნახეთ. ჩვეულებრივად ისევ უნდა ვუმატოთ და ვუკლოთ, მაგრამ ნამატები თვალი იქნება წინ, რას ნიშნავს ნამატები თვალი? აი ეს. ვიცით, რომ ეს ჩვეულებრივად ამოყვავს და ნამატებაა, ხო? აი ეს ნამატები თვალი იქნება წინ და შემდეგ აი ეს თვალი იქნება საქსოვი, რომელ თვალზეც ვუკლეთ. ვუმატეთ, ნამატები თვალი ჯერ, შემდეგ აი ეს მთლიანი ძირითადი თვალი ამ თანმიმდევრობით ვუკლებთ. ვუმატე და სად ვუმატე? ჯერ ნამატი თვალია, შემდეგ ეს ძირითადი თვალია და აი ასე ვუკლებ. აი რას ვამბობ? ასე არა. აქ არ უმატოთ და ასე არ უკლოთ ერთად, ჯერ ეს და შემდეგ ეს. არის ხო სხვაობა, ჯერ ნამატი თვალია, შემდეგ ეს მთლიანი ძირითადი თვალია. ვუმატე, სადაც ნამატები თვალია, წინ. ახლა ვუკლებ, ჯერ ეს თვალი, შემდეგ ძირითადი თვალი, ასე ამოვეყვან ერთად. და ყველა თვალს ასე ვუკლებ. ვუმატებ, შემდეგ ვუკლებ. და აუცილებლად წინ იქნება კლების დროს აი ეს ნამატი თვალი. ყოველთვის ასე უკლეთ. ამ თანმიმდევრობით. ჯერ ნამატი თვალი, შემდეგ ძირითადი თვალი, წინ უმატებთ და აი ასე უკლებთ. ყველა თვალს ასე უკლებთ. ნამატებ თვალს უკლებთ ძირითად თვალზე. და ყოველთვის ასე იქნება. ნახეთ, ჯერ ვუმატებთ, შემდეგ ვუკლებთ. და ყოველთვის ასე, ჯერ ნამატი თვალი, შემდეგ ძირითადი თვალი და ასე უკლებ, როცა მოიქსოვება ეს თვალი. ვუმატე, აი ნამატი თვალის წინ. ახლა ამ თანმიმდევრობით ვუკლებ. ეს ნამატი თვალი იყო, ეს ძირითადი. ვუმატე, ნამატი თვალი იყო, აი რას ნიშნავს? ნამატი თვალი იყო, აქ ვუმატეთ და შემდეგ ძირითად თვალზე ვუკლებ.
აქ აღარ ვუმატებთ, რადგან აღარ ვუკლებთ. შემოვბრუნდებით, მეორე რიგს ვგსოვთ. ეს ნაპირის თვლებია და ნამატი თვალი წაღმა მოვგსოვოთ. ჩვეულებრივი თვალი უკუღმა. ნამატი თვალი წაღმა მოვგსოვოთ, მეორე რიგი, ჩვეულებრივი თვალი უკუღმა. ნამატი თვალი წაღმა მოვგსოვოთ, ჩვეულებრივი თვალი უკუღმა. ნამატები ჩვეულებრივად ამოყვავს აი ასე ღიად. არ ვხურავთ. ვგსოვთ მესამე რიგს და ყველა თვალს ვგსოვთ წაღმა. მესამე რიგს ვგსოვთ და ყველა თვალს ვგსოვთ წაღმა. ეს ნაპირის თვლები, ვგსოვთ მეოთხე რიგს და ყველა თვალს ვგსოვთ უკუღმა. მეოთხე რიგი და ყველა თვალს ვგსოვთ უკუღმა.
აი დააკვირდით მეგობრებო ახლა. 1, 2, 3 რიგია მოქსოვილი, აქედან 1 უკუღმა, 2 წაღმა ამ გვერდზე. ამ 3 რიგის წინ კი სქემაა მოქსოვილი. ამიტომ ჩვენ გვაქვს სულ 4 რიგი. პირველი რიგი იქსოვება სქემა, კლება და მატება, შემდეგ იქსოვება წაღმა უკუღმა, შემდეგ იქსოვება ამ გვერდზე 2 რიგი ისევ აგერ წაღმა რო იყოს. თუ თქვენ ირგვლივ მოგვსოვთ, ეცადეთ, აქედანაც წაღმა უკუღმა გექნებათ აუცილებლად აი ეს ნამატი ამოყვანილია აქედან უკუღმა, იმიტომ რომ აქედან წაღმა გვსოვთ, ხო? დანარჩენი ეს 2 რიგი იქნება წაღმა, თუ ირგვლივ მოგვსოვთ. თუ ასე გახსნილად მოგვსოვთ, როგორც გვსოვთ ახლა. სქემა არის სულ 4 რიგი და ახლა ისევ ვიწყებთ თავიდან. და აუცილებლად რას ვაკეთებთ? ვიწყებთ თავიდან. ნამატი თვალი ნახეთ, რომელი იქნება, ამ ნამატი თვალის წინ ჯერ ვუმატებთ, შემდეგ ნამატი თვალი და ძირითადი თვალი. აი ეს არის ძირითადი თვალი, რომელზეც ვუკლებთ შემდეგ, ხო? ამას ვგულისხმობ. ჯერ ნამატი თვალი, შემდეგ ძირითადი თვალი. აი აქ ვუმატებთ. ახლა ვუკლებთ. აუცილებლად თუ თავიდან სწორად განსაზღვრავთ და ავაწყობთ, შემდეგ ყველა ერთნაირად მოყვება. ნამატი თვალი, აქ ვუმატებთ, ნამატი თვალი, ძირითადი თვალი. ამ თანმიმდევრობით ვუკლებთ. თავისთავად შემდეგიც ასე იქნება, შემდეგიც ასე იქნება. ვუმატე იქ, სადაც ნამატი თვალია მოქსოვილი. და ვუკლებ ამ თანმიმდევრობით. და რატო ვაქცევ ამას განსაკუთრებულ ყურადღებას? ნამატი თვალის წინ უმატეთ, შემდეგ უკლეთ, ჯერ ნამატი თვალი, შემდეგ ძირითადი. აი ასე რომ აეწყოს ერთ სიმაღლეზე რომ წავიდეს, ეს ნაქსოვი თვალიც, ეს მატებაც და არ გამოგივიდეთ აქეთ-იქეთ გადატანილი და გადმოტანილი. ზუსტად ერთ ხაზზე რომ იყოს მთლიანად ეს ნაქსოვი. გაითვალისწინეთ, ყოველთვის აკლდება ჯერ მატება, შემდეგ ძირითადი თვალი. ამ თანმიმდევრობით. ამათ წინ უნდა უმატო მაგიერი.
და სადაც აღარ უკლებთ, წინ აღარ უმატოთ. არ გამოგივიდეთ ზედმეტი თვლები. როცა აღარ უკლებთ, ესე იგი აღარც უნდა უმატოთ. ძალიან ლამაზი საზაფხულო სქემა გამოგივათ. გსოვეთ აი ასეთი ძაფებით, გსოვეთ აი ასეთი ძაფებით, რადგან ზაფხულისთვის ახლა არ გჭირდებათ სითბოსთვის, გჭირდებათ სილამაზისთვის. გსოვეთ აი ასეთი ძაფებით, ბამბის ძაფებით. წარმატებები კარგად ბრძანდებოდეთ.